მამო, ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ადამიანები აცდენენ წირვას. რამდენად მნიშვნელოვანი არის კვირადღე დაუთმო უფალს? ის წერია წმინდა წერილში, რომ ერთი დღე დაისვენე ადაჯოვაკმაში იყო შაბათი, ახლა ვისაც ქრისტიანები ქვია, არის კვირადღე, იმიტომ რომ კვირას აღდგა უფალი და ერთი დღე დასვენება ისედაც აი მატერიალისტებს კარგია, რომელსაც ქვეყანა დამამჯდა ახლა 4 დღე მუშაობენ თურმე და დაინახეს, რომ უკეთესი შედეგი მიიღეს. კვირაში 4 დღის მუშაობით, უფრო მეტი კეთილდღეობა. ისე ყველაფერს ასაც მეტი გვეუბნება არის არა მარტო სულისთვის, არამედ სხეულისთვისაც, მაგრამ შეხება სულს, რატომ წირვაზე დასწრება საჭირო, იმიტომ რომ იმ წირვაზე ხდება აღსარება ზიერების ედმობა, თუ შენ იმ დროს იცი არ ეზიერები, მაინც რატომ უნდა დაესწრო, იმიტომ რომ შენ როცა იხსენებ შენიანებს წირვაში, იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, ოღონდ უნდა იყოს მონათულები მართლმადიდებლად. და მოიყვან მაგალითს, რომ ერთი წმინდანი გამოეცხადება მოსვლას და თხოვს, რომ ჩემი მშობლები მოიხსენებოდა და გაუკვირდება, რომ წმინდანი თხოვს ამას მოხსენებას. და ეს წმინდანი კიდევ უნდა რომ წირვაში მოხსენებას მეტი ძალა აქვს, იმიტომ რომ ისაც მსახელებს რო ვიღებ ჩვენაც ცოცხლად ამისვენებლის მე ფაზიმში იშვება და ეს უფრო მეტია, ვიდრე წმინდანის ლოცვა, წირვაში მოხსენება. და ამიტომ შევუყვაროთ წირვაზე სიარული. მე ზოგჯერ ხუმრობ საშობაო და საავტომობილო ხეთმით, იმიტომ რომ მარტო შობის მარხვაში და ავტომის მარხვაში დადიან. ამ დროს ყველას ვუჩევ, რომ პიროვებით ვიაროთ წირვებზე, იმიტომ რომ ამის გარეშე ადამიანი ხდება მატერიალური. აი სოფელში აი იქამდე მიდიან ახალ მეტყვის სახელს, ორი სოფელია, რომ მატერიალის გამო მეზობლებმა ერთი სოფელი რა თქვინა მეზობელი არ იყოს ერთ-ერთმა სოფლებმა მატერიალის გამო შეიძლება ერთმანეთი მოგლან, ერთმანეთი ცემონ, არის იძულებული, არის წყევლა და ეს რატო ხდება? იმიტომ რომ ჩვენ არ ვფიქრობთ გარდაცვალებაზე, ჩვენ არ ვფიქრობთ რომ წუთი სოფელში ვარ და ეს რეალობა და ამ რეალობას გახსენებს წირვებზე სიარული. გავეხაროთ მეთქმა. მადლობა.